გამარჯობათ, მოგესალმებით. დღევანდელ გაკვეთილზე ჩვენ გავესწრებით თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ მათემატიკის სწავლაში. როგორ ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მათემატიკა. დავიწყოთ აი ესეთი პატარა მაგალითით, ხო? ეროვნული გამოცდების ტესტია ესა 2025 წელს, ახლა ამ წელს ჩატარებული გამოცდის 4-ხუთიანი ტესტი, ბოლო ამოცანა 51 ამოცანა. მოდი ეს ამოცანა, ესეთი ვთქვათ, რა ქვია. ამოჭრათ ხო და ესეთი ამოჭრილი სახით მივაწოდოთ ეს ამოცანა ChatGPT-ს და ნახოთ რა პასუხს მივიღებთ. წინასწარ მე ეს ახლა სარგებლობ მე ჩემი ChatGPT, რომელიც მე მიცნობს, რომელსაც იცის ჩემი ასე ვთქვათ. ჩემი პირადი ასისტენტია, შექმნილი მაქვს ეს ასისტენტი და უკვე დამატებითი რაღაც მითითებები არ მჭირდება, ის აკეთებს ისე როგორც აი მე მინდა რომ გააკეთოს, ასე ვთქვათ, ჩემი მოთხოვნების მიხედვით. ხო. აი ველოდებით პასუხს და მოდით აი ამ უნდა მოგცეს ეს კი პასუხი, ამოხსნა უნდა მოგცეს ნაბიჯ. ესე იგი პირდაპირ პასუხი კი არ უნდა მოგცეს. უნდა მოგცეს მითითებები თუ როგორ ამოხსნათ, ეს ჩვენ თვითონ უნდა ამოხსნათ. მაგრამ ეს გვეტყვის თუ როგორ უნდა ამოხსნათ, რანაირად გავაკეთოთ ეს სავარჯიშო და ეს ამოცანა. ხო, აი აქ შეგვეფასა ძალიან კარგი ამოცანაო და აი მოგცა დომენი, ორი შემთხვევა უნდა განვიხილოთ აქ და პირდაპირ მოგცა თუ როდის რა იქნება, ხო, ესე იგი, ხო, ახლა ამან ამოხსნა ეს ნაბიჯები, ცალ-ცალკე არ დაგვივაკა. ხო, შეგვიძლია მივუთითო რომ მოდი ეს ბოლომდე არ ამოხსნა და მომეცი მე მარტო პირველი, ასე ვთქვათ, ვარიანტი, ხო, ამისი ამოხსნის. ხო, მოდი ეს ჩვენ აი ამის მიხედვით ამოხსნა, თქვათ მარტო პირველი ვარიანტი, პირველი მოგცა, პირველი ნაბიჯი რა, ესე იგი, ეს ლოგარითმები აქ განსაზღვრის არის განსაზღვრა რა, რომ x² - y² + 4 უნდა იყოს მეტი 0-ზე და x + 3y უნდა იყოს მეტი 0-ზე. ამის შემდეგ უნდა გადავიტანოთ ეს აი მინუსით ხო არის ლოგარითმი. უნდა გადავიტანოთ მარცხენა მხარეს, პლუსით გადავა, უდრის 1 და ლოგარითმების ჯამი არის ნამრავლის ლოგარითმი და ესე იგი აქ ნამრავლი გვაქვს ჩვენ რომელიც ერთი სტოლია რა, ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე უკვე რახან ფესი არის 7, მივიღებთ რომ ესე იგი აი ეს ჩვენი ეს მაგალითი არის 7 სტოლი ეს ნამრავლი, ესე იგი x² - y² + 4, რო გავამრავლოთ x + 3y-ზე არის 7 სტოლი. ახლა შეხედეთ აი ხო ხდებით მე მაინც ხავი ჩავწერი აქ რომ ესე იგი ეს გადმოვიდა აქეთკენ ნიშნით, პლუს ნიშნით და ეს უდრის 1 და შემდეგ ამის მერე უკვე ეს ნამრავლის ლოგარითმი, აი როგორც აქ არის მითითებული არის 1 სტოლი და თვითონ ეს ნამრავლი უნდა იყოს 7 მე ერთ ხარისხად, ხო? 7 ერთ ხარისხად, ანუ 7 სტოლი უნდა იყოს, ხო? და აქ მითითებულია რომ ეს არის მთელი რიცხვები და ეს ნამრავლი უნდა იყოს მთელი რიცხვები, რა თქმა უნდა, x² - y² + 4 თუ უნდა იყოს მთელი რიცხვი და ეს მეორე რიცხვიც ასევე მთელი რიცხვი x + 3y-იც უნდა იყოს მთელი და ნამრავლში 7 უნდა მოგცენ და ესეთი შეიძლება ორი ვარიანტი რა, ეს პირველი არის 1 და მეორე 7 და ან და კიდე პირიქით, პირველი არის 7 და მეორე არის 1. უკვე ჩვენ ცალ-ცალკე ამას გაუტოლებთ და ცალ-ცალკე უკვე ამოიხსნება და მივიღებთ პასუხს. სასურველია და აუცილებელია რომ აი თვითონ ეს ამოხსნა რომელთაც მან შეასრულა და მოგცა მითითება და ჩვენ რო ამოხსნით და თვითონ მის მიერ მოცემული ამოხსნაც ან ხელოვნური ინტელექტის მიერ მოცემული ამოხსნაც გადავამოწმოთ. ხო, ესე იგი თუ როგორ შეიძლება დატესტო ამ ამოხსნის, ახლა ამისი პასუხები არის ინტერნეტში და ნახავთ, მაგრამ თუ დავუშვათ არ არის პასუხები და ისე როგორ შეიძლება რომ გადავამოწმოთ ამის შესახებაც მე ცალკე მე მექნება ამაზე საუბარი და ჩაწერილი მექნება ვიდეო. მაგრამ შემოწმება აუცილებელია, იმიტომ რომ არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სრულად კორექტულ პასუხს არ გვაძლევს ხოლმე, ამის სხვა მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში მიზეზი ის არის, ჩვენ მიცემული პრომპტი, ასე ვთქვათ, შეკვეთა რა, რასაც ვეუბნებით. იქ არის რაღაც შეცდომა, რაღაც არასწორად არის რაღაცა და ნათლად არ არის და იმან ისე გაიგო.
ну არის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც მან ვერ ნახა, ასე ვთქვათ, ეს მსგავსი რაღაცა ინტერნეტში, Excel-ში ვერ ნახა და მე უკვე არის იწყებს თვითონ თავის ინიციატივით პასუხის გაცემას, ასე ვთქვათ, იწყება ჰალუცინაციები და აი ეს როგორ გამოამჟღავნოთ და როგორ ავირიდოთ თავიდან, ამის შესახებ ცალკე გვექნება ვიდეო კიდევ ამაზე. კარგით, ახლა აი ნახოთ სხვა მაგალითი უკვე აქ როგორ შეიძლება ამისი გამოხლა. მოდი შევადგენინოთ ამოცანები, რათა ვივარჯიშოთ მსგავსი ამოცანების ამოხსნაში. აი თხოვეთ რომ მსგავსი ამოცანები შეადგინეს ავარჯიშოთ და აქ მოგცა დაგვიწერა 5 ამოცანა, 5 მაგალითი შეგვიდგინა, ხო? რომელიც მსგავსია და შეგვიძლია ეს მსგავსი ამოცანები ამოხსნათ. ახლა შეგვიძლია ვთხოვოთ რომ აი იგივე თემაზე, ასე ვთქვათ, იგივე, ასე ვთქვათ, ლოგარითმის თემაზე, ხო, შეგვიდგინოს ამოცანები, ახლა სულ ამისი მსგავსი ცოტა უფრო განსხვავებული რა, ასე ვთქვათ, ლოგარითმის თემაზე იყოს, მაგრამ ცოტა განსხვავებული ამოცანები იყოს. ხო, თან აქ გვიდგენს ამოცანებს, თან გვეუბნება თუ როგორ უნდა ამოხსნათ და პასუხებისაც შეგვიძლია მივუთითოთ, რომ ეს პასუხები შეგვიდგენოს, რათა მე ჩვენ ეს პასუხები გადავამოწმოთ. ხო, შეგვიძლია ცალკე მივცეთ, ასე ვთქვათ, ესეთი შეკვეთა, რომ აიღოს ამოცანები რომელიმე სპეციფიური გამოცდიდან, რომელსაც ვთქვათ, ვემზადებით. ვთქვათ, საერთაშორისო ბაკალავრიატზე ვაბარებთ, IB, ხო, IB-ის გამოცდიდან. აი ეს ტესტებია, მსგავსი ტესტები შეგვიდგინოს. ან თვითონ IB-დან მოგცეს ეს ტესტები. ესე იგი, ან სეტის, ან და კიდე ქართული ეროვნული გამოცდების მაგალითები მოგცეს, თქვათ, ამოიღოს აქედან ლოგარითმებზე რაც გეოდესმე ყოფილა, თქვათ, და ის მაგალითები მოგცეს. ან და კიდე მსგავსები შეგვიდგინოს და მოგცეს, ხომ, ასე ვთქვათ, მათი ამოხსნა და მათი პასუხები თვითონ დაგვიწეროს. ну აქ აი კვლავ მსგავსი ამოცანები შევადგინეთ. და ეხლა ამის მერე უკვე შეხედეთ, აი შეგვიძლია რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, შეკვეთა, რომ ამან შეადგინოს ამოცანები უკვე რაიმე სპეციფიური ტესტისთვის. ეხლა მოდი მივცეთ შეკვეთა, რომ ამან დაგვიმზადოს ტესტები საერთაშორისო ბაკალავრიატის გამოცდისთვის, ხო? IB გამოცდისთვის. ხო, აი მოგვიძებნოს ესეთი ტესტები, ან დაგვიმზადოს მათი მსგავსი, ამ ტესტების მსგავსი ტესტები. აი ახლა უკვე ეს გვიმზადებს ამ ტესტებს. მოკლე ამოხსნავდი, ეს არის ორი დონე არის აქაც, სტანდარტული დონე, SL და არის მაღალი დონე. სტანდარტული დონე, SL და HL რა, standard level and high level. აი ეს ამოცანები, როგორც ხედავთ, მოგვიძებნა, თან აქ მივთითა, რომ ეს არ არის ზუსტად IB ტესტში გამოყენებული ამოცანები, არამედ არის მათი მსგავსი ამოცანები, მაქსიმალურად მიახლოებული, ხო, ესეთი ამოცანებზე. თვითონ ეს ამოცანები შეგვიძლია ჩვენ მოვძებნოთ, რა თქმა უნდა, ეს არის IB ტესტის ამოცანები თავისუფლად არის Excel-ში და თუ კი ვთხოვთ, რომ ლინკი ჩაგვიგდოს, ლინკს ჩაგვიგდებს და ჩვენ თვითონ მოვძებნით ამ ამოცანებს, ან და კიდე თუ მაინც კიდე შეგვიძლია რომ ვთხოვოთ და თვითონ ისიც მოძებნეს აი ამ თემაზე, მოცემულ თემაზე, რა თემაზე ჩვენ გვინდა, ამოგვიკრიფავს და ნაკრებს გაგვიკეთებს. აქ ხედავთ ამოცანები, მას თავისი ამოხსნებით მითითებული. ხომ და სრულიად IB ფორმატში ქულების განაწილებით და სქემითო შეგვიძლია ამოცანების მომზადებაო კიდე მოგვითხრა დამატებით, თუ კი ჩვენ ამის სურვილი გვექნება. აი თუ ვეტყვით კი მინდა დავეთანხმეთ, ეს ამასაც ახლავე მოგიმზადებს. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მათემატიკის და ნებისმიერი სხვა საგნის სწავლაში ძალიან ეფექტურად შეიძლება, ამან თავისუფლად შეიძლება თქვენ რომ შეგიცვალოთ რეპეტიტორი, ასე ვთქვათ, თუ შეძლებთ რომ, ესე იგი, შექმნათ თქვენი პირადი ასისტენტი. ესე იგი, ისეთი ChatGPT-ის ისეთი ვერსია, რომელიც აი თქვენზე იქნება მორგებული, ის მას ეწოდება თქვენი დონე, რა დონის ამოცანები უნდა შეგედგინოთ, რისთვის ემზადებით. შეუძლია აგრეთვე თუ თქვენ მიუთითებთ რომ აი რომელი ფორმატის გამოცდისთვისაც ემზადებით იმ გამოცდის
მსგავს ასე მომზადების პროგრამას გაგიწერთ, ხომ? აი თვეების მიხედვით, კვირების მიხედვით თითოეულ გაკვეთილს დაგიგეგმავთ და რა მეთოდებით და რა დრო უნდა დაუთმოთ და რა ამოცანებზე უნდა იმუშაოთ, რომ აქ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ დაგეგმვაში, გამოცდისთვის მოსამზადებელ დაგეგმვაში და აგრეთვე მომზადებაში და ვარჯიშში. თავარია თქვენ არ დაიზვეროთ და აქ თქვენი მონდომევაზე იქნება უკვე ყველაფერი დამოკიდებული. არა მარტო გამოცდის მომზადებაში, შეიძლება გამოცდას არ აბარებთ ან მათემატიკაში ან ფიზიკაში ან რაიმე სხვა საგანში, უბრალოდ გინდათ რომ ქულა აიმაღლოთ სკოლაში, ამაშიც აუცილებლად დაგეხმარებათ, დაგიგეგმავთ, როგორ უნდა იმუშაოთ, რანაირად და რომ აქ კარგი შედეგები მივიღოთ. ახლა განვიხილოთ აი შემთხვევა თუ როგორ შეიძლება რომ აი მოგვივიდეს თქვათ შეცდომა, როდესაც ვაკეთებთ აი მაგალითს, ხო? ავიღოთ აი ერთ-ერთი ეს არის 38 ამოცანა იგივე ეროვნული გამოცდის 2025 წლის და მე უბრალოდ დავაკოპირე ეს, ასე ვთქვათ, კოპი გავუკეთე და მე კოპი პასტეთი ჩაუგდე ChatGPT-ს. აქ ახლა თუ დაუკვირდებით, აი როგორი მონაცემი აქვს, არასწორად წაიკითხა, ამან არ წაიკითხა, არასწორად გამოვიდა ეს დაკოპირებული და ჩაგდებული და ამიტომ აქ არის 1/2 და 3/2, ყოთ ორ წერტილში ორდინატების მნიშვნელობები არის 1/2 და 3/2 და ამ დროს 1/2 და 3/2 კი არ არის ეს მნიშვნელობები, არამედ უყურეთ აი არის იქ კი წაიკითხა როგორც 1 და 2. ამიტომ მე ამოვჭერი ახლა უკვე მეორე და ესა და ისე ჩაუგდე რომ შეცდომისგან ასე ვთქვათ დავიზღვევთ თავი. რომ შეცდომა არ გამოგვივიდეს, რომ მოუვიდეს შეცდომა. ხომ ეს აი ამ ჩაგდებულს ესეთნაირად ამოჭრელს სკრინი გავაკეთე რა ასე ვთქვათ და ესე ჩაუგდე და ამას უკვე ეს წაიკითხავს და უკვე ამოცანას ამოხსნის სწორად. ხომ თუ პირველ შემთხვევაში კოპი პასტეთი როცა უგდებთ აი ესეთ ამოცანას მაგალითს, აი რიცხვები სადაც არის, შეიძლება პროცენტია, შეიძლება რაღაც ეგეთი მოქმედებებია, შეიძლება აი ეს არასწორად აღიქვას ეს თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და შესაბამისად სწორი პასუხი ვერ მოგცემთ. ხომ ამიტომ სჯობს რომ აი ასეთი ამოჭრათ ეს და ისე მიაწოდოთ, ასე ვთქვათ, სკრინის სახით. ხო, მომავალში მე გავაკეთებ კიდევ ერთ ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ფიზიკის ამოცანების ამოხსნაში, ფიზიკის ტესტი როგორ გავაკეთოთ და აგრეთვე რა არის, იცით, ეს ახლა შედარებით რთულ მაგალითებზე გამოვიყენეთ ჩვენ. შეიძლება ეს გამოიყენოთ ძალიან მარტივ მაგალითებზე, იმდენად მარტივ მაგალითებზე, რომ დაიწყოთ, აი როდესაც 0-დან იწყებს ადამიანი მათემატიკის სწავლას და არ იცის როგორ დაიწყოს, აი სწორედ ასეთი ხალხისთვისაც ეს ძალიან გამოსადეგი იქნება, აი ესეთი ფორმატი, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მათემატიკის, ფიზიკის ან რომელიმე ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლაში. იმიტომ თუ კი თქვენ გაიგებთ როგორ შეიძლება გამოყენება ხელოვნური ინტელექტის მათემატიკის შესასწავლად ან ფიზიკის შესასწავლად, ამ მეთოდებს შემდეგ თავისუფლად გამოიყენებთ ნებისმიერი სხვა საგნის შესასწავლად. ან ნებისმიერ სხვა რაიმე საქმიანობაში დაუშვათ, აი რაც თქვენ პროექტის გაკეთება იქნება ეს თუ რაიმე ვთქვათ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა დაგჭირდებათ, ხო, ეს მოსამზადებლად, ხო? აი ეს ძალიან დაგეხმარებათ. ხო. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო გაკვეთილი, გაუზიარეთ სხვებსაც, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. წინ ბევრი საინტერესო გაკვეთილი გელოდებათ. მსგავსი. ნახვამდის, კარგად იყავით.